პაციენტი, რომელიც არასდროს დაგავიწყდება. პაციენტები, რომლებიც დაუკარგეთ, ისინი ყოველთვის გვახსოვს. ის არ ამოვა თავიდან არასდროს. პირდაპირ ვეუბნები, რომ თუ ოპერაციას არ გავაკეთებთ, მოკვდება ბავშვი. ძალიან რთულია ჩემთვის მაგ სიტყვების თქმა რა. ზალადობის მსხვერპლი ბავშვი, რომელსაც მაგალითად შინაგანი ორგანოები ჰქონდა ცემისგან დაზიანებული და მასზე ოპერაცია ჩაკეტა. სამწუხაროდ ხდება ეგეთი რაღაცა. მამამ შეიძლება გააუპატიუროს თავისი 5 წლის შვილი. ყოლია ასეთი პაციენტი. კი. შიმშილისგან დაუძლურებული ბავშვი გინახავს საქართველოში. დიახ. არაერთხელ. თან მძიმე თემებში ჩავედით ახლა ჩვენ. გამარჯობა, ეთერშია ჩვენი პოდკასტის მორიგი ეპიზოდი, ექიმი მიკროფონთან და ყოველგვარი ბევრი წარდგენის გარეშე დღეს მიკროფონთან არის იაშულის ბავშვთა კლინიკური საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების უფროსი, ბატონი ლევან ხარაშვილი. ლევან, მოგესალმები, დიდი მადლობა, რომ დღეს ხარ ჩვენი პოდკასტის სტუმარი. სიმართლე გითხრა, ძალიან ველოდი შენთან საუბარს, იმიტომ რომ ჩემთვის ერთ-ერთი ძალიან სასურველი რესპონდენტი ხარ შენი ფილოსოფიური შეხედულებებიდან გამომდინარე და მე ვფიქრობ, რომ წინ ძალიან საინტერესო საუბარი გველოდება. ხო, კლინიკურ მიღწევებთან დაკავშირებითაც, შენს პირად ემოციებთან დაკავშირებით და ბევრად უფრო უკეთ გაგიცნობენ შენი ამჟამინდელი პაციენტები, მე ვფიქრობ ამ პოდკასტის მერე და ის ადამიანები, რომლებიც სამომავლოდ შეიძლება პოტენციურად შენი პაციენტები გახდნენ. კარგი, მოკლედ ესეთი კითხვით მინდა შენთან დავიწყო. გიფიქრია იმაზე, რას გრძნობს ხენი ბავშვი პაციენტი, როცა პირველად გხედავს? რა თქმა უნდა, ამაზე ვფიქრობ. სამწუხაროდ უფრო ხშირად არის ხოლმე შიში ან შიშნარევი რაღაცა ემოცია, იმიტომ რომ ქირურგთან მიყავთ ბავშვი, გასაგებია რომ იმას აკის ბავშვზე ლაპარაკი, რომელმაც იცის უკვე სად მიდის და აქვს გამოცდილება ექიმთან ყოფნის. როგორც წესი ეშინიათ ხოლმე, იმიტომ რომ ქირურგი არის ადამიანი, ვინც აკეთებს ოპერაციებს, განაკვეთი, სისხლი, ჩხლეტა. ამიტომ ბავშვებს როგორც წესი შეშინებული სახე აქვთ ხოლმე, როცა ჩემთან მოდიან ხოლმე. კარგი. ხო. შიში არის ჩვენი პოდკასტის თავარი თემა და რატომ მინდა რომ ეს თემა განვავრცოთ, ხომ? ჩვენ მოვდივართ იმ ეპოქიდან, როდესაც აი მაგალითად ხშირად აშინებდნენ ხოლმე ბავშვებს, მაგალითად პირობითად თუ არ დაიძინებ, ახლა მოვა ექიმი და დიდნებს გაგიკეთებს. ან თქვათ რაღაცა, თუ ცუდად მოიქცევი, წაგიყვან ექიმთან და რაღაც ნემს გაგიკეთებს. თან ამ მშობლების მიერ აი ამ განზოგადებულ შიშებს მიღმა იყო ხოლმე სხვა ტიპის მედიცინა იყო თან კომუნისტური რეჟიმის პერიოდში და არა მარტო კომუნისტური რეჟიმის პერიოდში, ახლა ხდება რაღაცეების ცვლილება, ხო? აი მე მახსოვს გლანდების ოპერაცია, რომელიც ძალიან ტრამვული იყო, ბავშვებს რო აბავდნენ, ხელფეხს რო უბავდნენ, ხო ახსოვს? ნარკოზის გარეშე რომელსაც კეთდებოდა, ხო? ეხა ასე ტრამვას რომ განიცდის ბავშვი, ეს მთელი ცხოვრება შეიძლება გაჰყვეს, ხო? აი რატომ ვაშინებთ ბავშვებს ექიმი? რატომ აშინებენ არ ვიცი, მაგრამ მე ძალიან არ მციამოვნებს ეგ ამბავი, იმიტომ რომ ძალიან ხშირად გამიგია ხოლმე რა დერეფანში სამსახურში გავივლი ხოლმე და ბავშვები არიან ხოლმე გამოფენილი ძალიან საყვარლები, ზოგს თამაში უნდა, ზოგს ბურთი უჭირავს ხელში, ზოგს ფუშტი რაღაცა, მინდა რომ გავეთამაშო რაღაც მიყვარს ბავშვები და მათთან კომუნიკაცია, რომ დედა როგორც წესი გალები არიან ხოლმე. გაჩავს ხოლმე შედი ახლა პალატაში, თორე აი ხო ხედავ ექიმი მოდის და იცოდი ნემს გაგიკეთებს, ეუნებიან ხოლმე და იმ წუთში იმალებიან ეს ბავშვები და რატო უნდა გავუკეთო ნემსი და რატო უნდა ეშინოდეთ ჩემი, არ ვიცი, მაგრამ საკმაოდ ისეთი ჩემთვის ძალიან ის არის არასასიამოვნო და სევდიანი ამბავი, იმიტომ რომ ბავშვები ძალიან მიყვარს, იმიტომ რომ ბავშვების ექიმი მაგიტო გავხდი საერთოდ რომ ბავშვები მიყვარს და ჩემით რო აშინებენ ძალიან არ მსიამოვნებს ხოლმე, მაგრამ ნუ რაღაცა სტიგმები არსებობს ხადია და ნუ აი ეს შიში რო რაღაცა ექიმი ნემს გაგიკეთებს თუ რაღაცა უნებრივია რომ შიში უჩდებათ ბავშვებს და ნუ საერთოდ არ არის მაინც და მაინც ახლა სასიამოვნო ბავშვებს კი ჩვენც არ გვიყვარს ხო ექიმთან მისვლა ახლა მე მაგალითად სტომატოლოგთან რომ მივდივარ ხოლმე სერიოზულად ფსიქოლოგიურად ვემზადები ხოლმე იმიტომ რომ აი ეს ერთი ჩულეტაც კი რომელიც გამოყუჩებელი უნდა შეიყვანონ აი იმაზეც ძალიან ნერვიულობ ხოლმე და სხვათა შორის ბავშვების ტრამვაც მაქვს ამასთან დაკავშირებით იმიტომ რომ ჩემი სახლის ქვემოთ იყო ბავშვთა სტომატოლოგიური პოლიკლინიკა აი ხა ქორწინების სახლი რო არის ანაპიროზე და ნუ იქ რა თქმა უნდა ყველა ჩვენი სამეზობლოს ბავშვები და არა მარტო მთელი თბილისის ბავშვები ჩვენ დარიშხანით რო კლავდნენ ნერვებს ის თაობა ვარ ხო? ნამდვილად და ხო მაშინ ნუ პრინციპში ძალიან ისე ითვლებოდა რა რომ ბავშვს თუ რაღაცა ტკივა მანიპულაცია უნდა მოითფინოს და მოითფინე ხა შენ მაგარი ბიჭი ხარ შენ ხო კაცი ხარ მოითფინე რატომ უნდა მოითფინოთ როცა არსებობს ანესთეზია და გაყუჩება არ ვიცი მაგრამ აი ეს ჩარჩენილი ეს ტკივილი და პირველი კონტაქტი აი ამ
სტომატოლოგიასთან, ეს რაღაც დამახასიათებელი სუნი იყო ხოლმე გახსოვს წამლების და იმისი. დღემდე იმ სახლთან რომ მივდივარ, ვცდილობ ხოლმე რომ სხვა გზით შემოუვარო სანამ სადარბაზომდე მივალ, იმიტომ რომ აი ეს სუნი და ეს გამოცდილება იმ ტკივილის, რომელიც საშინელი ტკივილია, ხო? კიდე ჩემი ცხოვრების ფლეშბექზეც კი ამბო. ძალიან 4 წლის ვიყავი დაახლოებით თიაქრის ოპერაცია გავიკეთე 4 წლის ვიყავი და მე მახსოვს რაღაც გზამდე, როდესაც დედა ჩემი თავი გამოართვეს და აი წივილ კივილით აი ეს ემოცია არ მახსოვს და უყურებდი ჭერს და ამ ჭერზე იყო ეს ნატურები მახსოვს აი ეს ფლეშბექი აი ხაც რაღაც სიზმარშიც ხანდახან შეიძლება კოშვარად დამესიზმროს ხოლმე 4 წლის აი წარმოვიდგინე ახლა ვარ 46 წლის და 4 წლის ვიყავი ხო 42 წლის წინანდელ ამბავს და აი ესენი მოდის ეს ნატურები და მე ძალიან ყვიროდი მახსოვს რომ აი იმდენად მეშინოდა აი ესეთი იყო რაღაცნაირად ეს მიდგომები. ახლა აი მშობლის როლი შენთან იაშვილში როგორი არის, აი სადამდე მოდის მშობელი, რომ იმიტომ რომ აი ბავშვს რო ტაცებ დედას, ან რა ვიცი, მამას, ან ბებიას, ან ბაბუას რა მნიშვნელობა აქვს და აბსოლუტურად სხვა მისთვის ემოციურად ძალიან მძიმე გარემოში გადადის ხო თეთრხალათიანი ადამიანები უყურებ მხოლოდ თვალებს, პირბადეები გაკეთებული, რაღაცა გონია რომ სხვა პლანეტაზე ხარ. რაღაცა კარგი არ გეგოდება. ხო. პრინციპში ეგრეც არის რა. საოპერაციოში თუ მიყავხართ, გასაგებია რომ არაფერი დიდი სასიამოვნოით არ გელოდება. ეს სხვადასხვის ყველაზე ისეთი სტრესული მომენტი სწორედ ეს არის ხოლმე მშობლებთან განშორება. არა მარტო ბავშვისთვის, მშობლების ყველაზე მეტად ამ დროს ნერვიულობენ რა. შენ თავი წარმოვიდგინე რომ შენ შულს ატან უცხო ადამიანებს, ხო, ნუ შენ შეიძლება არ არის უცხო ის ექიმი და ეს ექთანი, მაგრამ ბავშვი უცხო ადამიანებთან რჩება რომელიც შემოყურებს და დედა ხარ თუ მამა ხარ და გიყურებს და შენი იმედი აქვს რომ რაღაცა ნერვიულო სიტუაციაშია და იმედი აქვს რომ დედას და მამას ჩაეხუტება და არავის არ გაატანს მის თავს და ამ დროს ნებაყოფლობით თვითონ მშობლები გადასცემენ ამ ჭარებში ბოროტ დეიდებს და ბიძიებს ამ ბავშვს ხო და სტრესულია რა თქმა უნდა და მშობლებისთვისაც ძალიან ისეთი არის დამწუნველია რა ჩვენს მშობლები ვართ, ჩვენს შვილები ყავს, ჩვენი შვილები წდებიან ამათ გაიკვირდება. თან ბავშვი, როდესაც არის შეყვანილი საოპერაციო, ამ დროს მშობლისთვის ეს დრო იწელება, შეიძლება ძალიან მოკლე იყოს, ხო თქვათ 1 საათი ან საათნახევარი, მაგრამ ის საათნახევარი გიგრძელდება, შეიძლება მთელი საუკუნე გავიდეს აი მოლოდინში, სანამ ვინმე გამოვა და რაღაცას გეტყვის როგორ ჩაიარა ანესთეზია და ასე შემდეგ. ხო, ეგ არ არის ხა ესეთი სასიამოვნო მომენტი, როცა ელოდები და მოლოდინში როცა არ იცი რა ხდება. როცა არ იცი გეშინიან, ბუნებრივია რა, ინსტინქტია ეგეთი, მაგრამ მაინც აი ეს განშორების მომენტი უფრო ემოციურია ხოლმე და იქ უფრო მეტად ნერვიულობენ ხოლმე, იმიტომ რომ თქვა შენთან მოვიდა პაციენტი, თავის შვილის ჯანმრთელობას განდობს, გაიკითხა ვინ არის საუკეთესო, ის ურჩევთ ასე შემდეგ და დარწმუნებულია რომ ის ექიმი, ქირურგი ამ შემთხვევაში არის თავის საქმის პროფესიონალი, იქ საოპერაციო ანესთეზიოლოგის, ქირურგის და ასე შემდეგ, იქ საოპერაციოში ყველაფერი კარგად იქნება. ამაზე ორი აზრი არ არის რა, არც დაუშვებს მაგას რომ იქ შეიძლება რაღაცა ცუდი ხდებოდეს. იმიტომ რომ ქირურგია, ანესთეზიოლოგია ის არის ყველა თავის საქმე იცის და აკეთებს, მაგრამ აი ეს ემოციურად ეს მომენტი დაშორების ეს ყველაზე რთულია ხოლმე და ამ ხრივ რამე ძალიან მაწუხებდა ეს ყოველთვის ჩემი კარიერის დასაწყისში ეს ну, რა ვიცი, ყველაფერზე ხა რაც ცუდი გამოცდილებაა ხოლმე ვამბობთ რომ რუსული და საბჭოთა სკოლა, ну, ნამდვილად ეგრე იყო რა. ის გადმონაშთი იყო ну მესმის რომ მაშინ სხვა დრო იყო და ეთიკური და სხვადასხვა საკითხები ბიოეთიკის და ასე შემდეგ ნაკლებად იყო გათვალისწინებული და აი ეს მომენტიც იყო რა რომ უნდა მოითფინოს, უნდა გავაჩეროთ, დავიჭიროთ ბავშვი, ეთკინოს რა უჭირს ახლა 5 წუთიანი манипуляცია და იგივე ტონზილექტომია შენ რაც გაიხსენა ახლა ხო გლანდების ოპერაციას რო ეძახიან, რატომ უნდა გააკეთო უნარკოზოდ, ბავშვი გაღებული პირით, ქირურგი რაღაცას ამოჭრის, სისხლიას ხავს, დაბმული ხო ნუ საშინელებაა რა, კატასტროფაა ნამდვილი. ისეთ ფსიქოლოგიური ტრავმა არის რომ არის მაგას ექიმის შიში რომ მოყვება კიდე ცოტაა რა ალბათ ცერე იმ პერიოდში მოდი ვთქვათ ხანდახან იყო ხოლმე რომ ექიმები აი ესეთ დროს როდესაც ბავშვი პანიკაში იყო შეიძლება ეძალა და უფრო მეტი ექიმს აგრესია გამოეხატა რომ თითქოს მე მინახავს ჩემი თვალით სამწუხაროდ ეგეთი რაღაცებიც ხდებოდა ხო, ექიმის მინახავ რომ ბავშვი გაუთხიპია, მაგალითად როდესაც ანუ ეს ახლა სრულიად დაუშვებელი ამბავია. ან დაუკვირია დანაშაულია ხა აქ ეთიკაზე არ არის ლაპარაკი დანაშაულია რო შეიძლება ეგეთი რაღაც. იცი რა არის ხო? ეს იმ ძველ პერიოდზე ვსაუბრობთ, რატო ამბობ, იცი ხო, ხა დაუშვებელი იყო ხა ჩვენ იმ სკოლებში მოვდივართ და გახსოვს აი სკოლებში ტილებს რო გვიმოწმებდნენ ხოლმე რომ მოდიოდა ექიმი, პედიატრი და თქვა ვისაც ტილი ჰქონდა, შეიძლება ექიმი და ტილები კი არა, მასწავლებელი სახაზავს გვითხავდა ხო და გვითხავდა. შესაბამისად ეს კულტურა
არსებობდა, ხომ? და ამიტომ შეიძლება აქედანაც მოდის, რომ აი რაღაცა ექიმი გახადეს ბავშვებისთვის ბუათ და მათ შორის პოლიციელიც, ხო? აი ცუდად მოიქცევი, პოლიციელს დაუძახებ, ცუდად მოიქცევი, ექიმი მოვა, ნემს გაკეთებს ექიმთან წაგიყვან ან რაღაცა ასეთი და აი ეს ორი ძალიან მნიშვნელოვანი პროფესია ბავშვთა ასაკში არის ძალიან სტიგმატიზირებული. კი, სამწუხაროდ ასეა. თუმცა აი წეგანაზე დავიწყე ლაპარაკი მას გავაგრძელებ, რომ რას აკეთებთ ამისთვის, რომ მკითხე რომ აი ეს სტრესული მომენტები თავიდან ავირიდოთ, მაგრამ კლient სტრესს და უარყოფით ემოციებს ცხადია თავიდან ვერ ავირიდოთ, მაგრამ ეს მომენტი, რომელიც ჩვენც აი წლების განმავლობაში მაწუხებდა რა, სულ აი ეს ბავშვის გამორთმევის და წაყვანის და ტირილის მომენტი ძალიან არ გვსიამოვნებდა და ჩვენს ანესთეზიოლოგებთან ერთად თანამედროვე მიდგომებით ასე გავაკეთეთ, რომ ეხლა იაშვილის კლინიკაში მაგალითად ბავშვი შედის საოპერაციო ბლოკში დედა ან მამა, ნუ არ სულ ერთია ზრუნველი ვინც გადაწყვეტს, როგორც ეს დედები არიან ხოლმე. ჩავაცვამთ ხოლმე ხალათს, ირბადეს, ისიც გარდა იმისა, რომ სისუფთავეს ვიცავთ, ამით თან ბავშვს აღარ ეშინია სხვა ამდაგვარად ჩაცმული ადამიანების, რომ დედაც ესეა ჩაცმული და ექიმიც ესეა და უკვე ნაკლებად ეშინია და ანესთეზია, ანუ ზოგადი ანესთეზია დაძინება ბავშვის იწყება არა უშუალოდ შიგნით საოპერაციო ოთახში, არამედ მან წინა საოპერაციოში. ვენის კათეტერი როგორც წესი უდგათ ხოლმე, შეყავთ წამალი, ბავშვი იძინებს, ეს არ არის ნარკოზი, არის დაძინებს, სედაცია, დაიძინებს და უკვე შობელიც წყნარად არის და ხედავს, რომ ბავშვი ძინავს უხსნით, რომ ეს არ არის გათიშვა და გონების დაკარგვა, ეს არის დაძინება უბრალოდ და დაძინებული ბავშვი, ნუ მედიკამენტით დაძინებული და არა იონანად დაძინებული შედის საოპერაციო ბლოკში და იქ უკვე იწყება ნარკოზი. ლევან, დაძინება ახსენეთ, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია გაღვიძება, აი როდესაც ბავშვი იღვიძებს, მას უნდა მაინც რომ გაიღვიძებს მშობელი დაინახოს. ამის შესაძლებლობა თუ აქვს შენს პაციენტებს, იმიტომ რომ აი კი დაძინება ძალიან მნიშვნელოვანია ის მომენტი რომელიც ვახსენეთ ხო, მაგრამ გაღვიძებაც ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის ემოციისთვის. კი, ეგ მეორე სტრესული მომენტია კიდე. ერთი განშორება და მეორე რომ გაიღვიძებს რას ხედავს ეს ბავშვი, ხო, თან ახლა ოპერაცია გაკეთებული დიდი ალბათობით რაღაცა ტკივილი თუ არა ჭრილობის დისკომფორტი მაინც აქვს, თან მოგეხსენებათ რომ რაღაც უამრავ კათეტერებს, მილებს, ადენა ხო, რაღაცებს ხმარობთ ისეც რომელიც ბავშვისთვის უცნაურია და გაუგერო, შეიძლება სულაც არ ტკიოდეს იმ მომენტში, მაგრამ უცხოა და დისკომფორტია და იღვიძებს, ხედავს შენს მიერ წეგან ნახსენებ თეთრ რაღაცა უცნაურ ნატურას, ხო, საავადმყოფოს ჭერზე. გარშემო უცნაური ხმებია, აპარატურის და უცხო ხალხი. ბუნებრივია რომ სტრესია. თან ახლა ანესთეზიიდან რომ გამოდიხარ, ხო, დაძინების მომენტიდან რამდენიმე საათია ჩვენთვის გასული, მაგრამ პაციენტისთვის ერთი წამია დაიძინა, გაიღო თვალი, დედასთან ერთად იყო, გაახილა და უცებ სადღაც არის. ცხადია რომ სტრესულია ეს გარემო და აქაც ვცდილობთ ხოლმე რომ იმ მომენტისთვის, როცა ბავშვმა უკვე ნარკოზის ძილიდან უკვე ფიზიოლოგიურ ძილში გადადის და დაახლოებით ხვდებით რომ ცოტა ხანში უნდა გაიღვიძოს, ვცდილობთ ხოლმე რომ მშობელი ავიყვანოთ ოპერაციის შემდგომ პალატაში და პატარა რომ გაიღვიძებს უკვე და თვალს გაახელს და ინახოს არა რაღაცა საშიში თეთრად მანათობელი ნატურები და სხვადასხვა აპარატურა, არამედ თავისი მშობელი დედა, მამა და ამით გარკვეულწილად მაინც რაღაცა კომფორტს მაინც ვქნით. რა კარგი, ანუ ეს ყველაფერი იაშვილის კლინიკაში ახლა შენ გაყოფილებაში არის დანერგილი, რომ აი თქვათ აი ეს სტრესები მინიმუმამდე იყოს პაციენტისთვის, ბავშვი პაციენტებისთვის დაყვანილი. იცი რა მინდა გკითხო? შენი პირველი პედიატრი, ვინც თანაც დადიოდი, ვისთანაც აცრებზე დაყავდით შემშობლებს, გახსოვს ვინ იყო? ესეთი და აი როგორი დამოკიდებულება გაქვს მის მიმართ თუ იხსენებ ხოლმე ვინც? ჩვენ დროს ხო უბნის ექიმები გახსოვს, უბნის პედიატრი. კი, მე მახსოვს სამწუხაროდ სახელი არ მახსოვს, მაგრამ ძალიან ისეთ სასიამოვნო და კულტურული კალბატონი იყო, მოდიოდა ხოლმე ჩვენთან, მაგრამ ნუ როგორც წესი ეხა ჩვენთან ოჯახში ნათესავები. ანკეტები გახსოვს ესეთი ის მუყაოს ხდა რო ქონდა და ბევრი ფურცლები რო იდო შიგნით. კი, როგორ არ მახსოვს. თვითონ პედიატრი ეხა ჩემ ოჯახის ძალიან ბევრი ახლობელი ნათესავები ასე შემდეგ მათ შორის ძალიან ცნობილი პედიატრები არიან ეხლაც და მათ ხელში გავიზარდეთ ასე ვთქვათ მე და ჩემი ძმა, მაგრამ თვითონ ეს საავადმყოფოში პოლიკლინიკაში მისulis მომენტი ვთქვათ აცრებზე მისulis მომენტი ძალიან კარგად მახსოვს. პლეხანოვზე ვცხოვრობდით ჩვენ და იქ იყო ეს ძველი პოლიკლინიკა, რომელშიც რაღაც თუთიყუშები ყავდათ იქ რო ბავშვები რომ მიდიოდნენ რაღაც ესეთი გარემო ყოფილიყო მეგობრული და რაღაც სათამაშოები იყო, რომელიც შუშის კარადაში იყო ჩაკეტილი, რომ თან არავინ არ გუძებდა სათამაშოდ. ხატრობა აი საბჭოთა პოლიკლინიკებში მე მომწონდა ხოლმე იქ იყო აბადამაცადე იყო ხოლმე. ხო, საბჭოთა მულტფილმების პერსონაჟები იყო და ძალიან ხიარულობდი ხოლმე. ახლა შეიცვალა. ხო და აი ფათაშორის აი რომ შენი ის გაიხსენებო გამოცდილება, მე ყოველთვის მახსოვს რომ ერთი არ მეშინოდა ამ ექიმების, იმიტომ რომ როგორც გითხარი
ჩვენ ოჯახის ახლობლები იყვნენ, დედაჩემის დეიდაშვილი, ბიძაშვილი, მეგობრები, ძამბური ექიმი იყო გარშემო და გასინჯვის არ მეშინოდა ეხლა რომ ვიცოდი რომ არც არ მათგენდნენ და ასე შემდეგ, მაგრამ თუ რაღაცა ისეთ პროცედურაზე მივდივით, თქო ეხლა 10 რა არის და ნემსი უნდა გაგიკეთონ, ხო? ჩემი მშობლები მიხსნიდნენ ყოველთვის. რომ ეხლა მივდივართ ამ და ამ საქმისთვის არ შეგეშინდეს თითიდან ანალიზი უნდა აგიღონ და წინასწარ გაფრთხილებული ვიყავი და ვიცოდით, ეგ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ბავშვს აუხსნა და წინასწარ გააფრთხილო და რაღაცებზე შეუთანხმდე წესებზე. უთხრა რომ კი, ეხლა ისეთ საქმეზე მივდივართ, აი თითიდან სისხლი უნდა აგიღონ, მაგრამ ეს ეს რა საშინელება იყო გახსოვს, რა ტრაუმული იყო თითით. ხო, ეხლა ბევრად უფრო ისეთია და დახვეწილი აპარატურაა და მართლა იმის წერის ნაკმენივით არის. უნდა აუხსნა ბავშვს აუცილებლად, იმიტომ რომ ჩვენც ესე ვართ რა, როცა რაღაც არ იცი, რა გელოდება, ხო გეშინია. რა თქმა უნდა, ან ხო. ეხლა მე რო გითხრა რომ შენს უკან ეხლა ვიღაც კაცი დგას, ნაჯახი აქვს მოღერებული თქო, ხო უნებრივია პირველი რეაქცია იქნება რომ უკან გაიხედავ. არ იცი რა ხდება და კეფაზე რო თვალები გქონდეს ვერ მოგატყუებდი ხო გაიხედავ და აღარ გეშინია. მართალი ხარ. მე ყველაზე მეტად რა ან მომწონდა ხოლმე იცი, აი, ოდესმე ფილტვებს მისმენდა CV ფონეიდოსკოპის მემბრანას რომ ადებდნენ, აი ეს იყო მაშინ ყველაზე ისეთი ცუდი შეგრძნება ხოლმე, ეხლა რაც ამომიტივტივდა აი ამ პედიატრთან ურთიერთობის დროს, აი რამ ხელმისაწვდომობა აქვს ხო შეიძლება ის მემბრანა გაათბო და თბილი მემბრანა დაადო კანზე ხო? როგორ უნდა გავათბო ხოლმე ფონედოს? აი რა ვიცი ხელზე ან ეს სივს რო ადებ ძალიან ის არის რა ქვია ხო? მე ვცდილობ ხოლმე ხელში ვათამაშებ ხოლმე ზანა მაგის დრომა, მაგრამ ყოველთვის მაგდენი დრო არ არის. გეთანხმები. იცი რა მაინტერესებს, აი სოციალურ ქსელებში ხშირად შევხვედრი რომ სამწუხაროდ საქართველოს ქართული ვიდეოები არ მინახავს, უცხოური ვიდეოები მინახავს, აი ვაქცინაციის პროცესში თუ გაქვს ნახის ვიდეო, კაცია, ასაკოვანი კაცი, პაციენტი რო უზის და რაც რა უნდა გაუკეთოს და ამ ბავშვს რო ეფერება პუმ 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 და ბოლოს რო უჩვენებს და როგორც გაიგებს, ხო? შენ გაქვს რამე ასეთი ტექნიკები ბავშვებთან ურთიერთობაში? არა, ეგეთი სამსახიობო მონაცემები სამწუხაროდ არ მაქვს, როგორც იმ კაც ერთი მსახიობის სპექტაკლი არა, ის კაცი აკეთებს. მე მაგდენი ნიჭი არ მაქვს, მაგრამ მე პრინციპში ეხლა პროცედურების ჩატარება მე მაინც არ მიწევს ხოლმე ისე რა, მე უფრო საოპერაციოში ვმუშაობ, სადაც ბავშვი უკვე დაძინებულია. გადახვევა, დრენაჟის ამოყება, ასე შემდეგ ესენიც. კი, აი ეს რაღაცა პროცედურები თქვა, ნაკერის მოხსნა იქნება თუ გადახვევები და ასე შემდეგ, მან არის ყველაფრისთვის ნარკოზს ვერ გამოიყენებ, ხო ეხლა ნაკერის მოსახსნელად ბავშვს ვერ დააძინებ. თუმცა მანდაც ვცდილობ ხოლმე რომ აუხსნა ბავშვი თუ არის იმ ასაკის ბავშვი უკვე რომელსაც ესმის შენ ასე ვეუბნები რომ ეხლა ჩვენ მივდივართ სამანიპულაციოში დედიკო ჩვენთან ერთად იქნება ვთქვათ ან მამიკო რომელიც წამოყვება ნაკერი უნდა მოხსნათ ტკივნეული არ იქნება თუმცა არასასიამოვნოა ხო მესმის რომ ზუდია მაგრამ სამაგიეროდ რომ მოხსნით ნაკერებს მე სახში გაგიშვებთ ან რაღაცა სამაგიერო უნდა შესთავაზო რა და ამ პირო ხო არ უნდა მოატყუო თუ რაღაცას ისეც უკეთებ რაც არის მტკივნეული და უთხარი რომ არ გეტკინებაო მეორედ ის ბავშვი აღარ გენდობა არ ჩენ და არ წვას როგორც წესია ეს შეშინებული ბავშვი რომ მოდის თქო რო გითხარით ხო შეშინებული რატო არის რომ ერთხელ უკვე მოატყუეს სადღაც რა მიიყვანეს და არაფერი და უცებ ვიღაცამ ნემსი გაუკეთა რო აუხსნა როგორც წესი ავტო იშვიათი გამონაკლისების გარეშე შეთანხმებაზე და პირობაზე ბავშვები მოდიან ძალიან კარგად. თუ დაელაპარაკები, მის ნდობას მოიპოვებ, აუხსნი, როგორც წესი მოყვებიან რა და არასდროს არ არღვევენ როგორც წესი პირობას თვითონ პირველები. აი თუ გითხრა რომ არ ვიტირებო და შემთხვევით თუ არ იტირებ კამფეტს გაჩუქებ თქვა ხო და ან მარტივი რაღაცა ვთქვა. არ არსებობს რა თუ ის კამფეტი უნდა არ იტირებს, მოითფენს, გაუძლებს, პირობას თვითონ არ დაარღვევს. ხო, აი ხა შენი დაკვირვებით ისე მშობლები ახსენე ხო დედა ან მამა უფრო რომლები აქტიურობენ ხოლმე ბავშვის ჯანმრთელობის მენეჯმენტში, დედები თუ მამები? როგორც წესი ხა საქართველოში დედები არიან ჩართულები ცხადია. თუმცა ხა არის ხოლმე შემთხვევები როცა მამები საკმაოდ აქტიურად არიან ხოლმე და ძალიან სიამოვნებს ეგ ამბავი. ფაქტობრივად სულ ეუბნებიან ხოლმე, რა პალატაში მარტო დედა დარჩეს, სულ ეუბნებიან ხოლმე. რატო უნდა დარჩეს დედა და რატო მამა რატო უნდა დარჩეს რა დავაშავეთ კაცებმა, არ ვიცი. შენ ეუბნები რომ გინდა დედა, გინდა მამა. შობელი დარჩეს. ანუ მაინც. კაი, ლევან, შეთანხმება ვახსენეთ, ხო? ხო, ისე დისკრიმინაცია ხდება ამ თვალსაზრისით მამა-კაცების. ხო, მაგრამ ნუ აი ესე ვართ მიჩვეული რა, ეხა იშვიათად ხო ძირითადად მაინც დედები არიან ხოლმე. შეთანხმებაზე როდესაც საუბრობთ, რომ ბავშვი ამ შეთანხმებაზე აუცილებლად მოდის. აი არსებობს რაღაცა ტიპის ტექნიკები, რომელიც პედიატრის გამართულ მუშაობაშია მნიშვნელოვანი, რომ აი რა დისტანციაზე უნდა ელაპარაკო ბავშვს, როგორ აი უყურე რომ ხა ბავშვი მაინც ხო, ანუ შენ მაღალი ხარ, ის დაბალია, ასე მაინც იმპერატიულად ზემოდან ქვემოთ რო ელაპარაკები, აი რას აკეთებ ხოლმე, რომ ბავშვთან აი რაღაცა ეს
ურთიერთობა დაამყარო, რომ გენდოს და შეთანხმებაზე წამოიყვანო. ვიცი რა, ესეთი აკადემიური განათლების კუთხით ესე არ მიგვიღია ჩვენ ცოდნა რა. სამედიცინო უნივერსიტეტში კი რაღაც სხვა სწავლიდნენ და იქ სილაბუსშიც იყო და შედიოდა ეს ყველაფერი, მაგრამ ესე რომ აი პაციენტს როგორ უნდა ელაპარაკო, როგორ უნდა შეეხო და რაღაც პრაქტიკაში გაჩნდა ბერე ეს უნარჩვევები რა და სხვათა შორის ჩემ ფსიქოლოგ მეგობრებსაც ვეკითხები ხომ ხშირად რომ აი როგორ მოვიქცე ამ შემთხვევაში, რომ ბავშვს გასინჯვის დროს ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს ბავშვი წყნარად იყოს, რომ შენ მოგცეს გასინჯვის საშუალება, იმიტომ რომ თუ პატარაა ბავშვი საერთოდ ვერც გეუბნება რა ტკივა ხო და რა აწუხებს, ტირის რაღაცა აწუხებს. ან შეიძლება არც ტირის მოვიდა და ზის თავისთვის საყვარელი ტიპი და უნდა გაიგო ეხა იმას რა ჭირდება. ის ბავშვი თუ ტირის და ჩხავის ეხა ფონენდოსკოპს დაადებს და სულ თქვა გინდა მოისმინო ეხა 0 გაქვს შანსი იქ რამე გაარკვიო ხო? ამიტომ კომუნიკაციის დამყარებას მარტო იმისთვის კი არ აქვს მნიშვნელობა რომ ბავშვი კომფორტულად იყოს და თამაში გაავატაროთ ეს რაღაც გასინჯვა იქნება თუ მანიპულაცია, ინფორმატიულიც უნდა იყოს რა. უნდა გაიგო რა ხდება, რა ტკივა რატო ტირის ეშინია თუ ტკივა, უნდა გაარკვიო რა. მოსმენა იქნება თუ აუსკულტაცია იქნება თუ გასინჯვისას თუ ხტუნაობს ბავშვი და დარბის და კედლებზე გადის ებას დიო და გასინჯო რას გაიგებ ხო? ამიტომ ეგ ძალიან მნიშვნელოვანია რომ კომუნიკაცია და რა როგორი არის შენი სიტის პოზა, როდესაც ბავშვთან პირველ კომუნიკაციას ამყარ. ჯერ ერთი პირველ რიგში ვცდილობ რომ როგორც კი ჩემ კაბინეტში შემოვლენ ბავშვი და მშობლები, ბავშვსაც და მშობლებსაც თანაბრად დაუთმო ყურადღება. იმას მშობელს რომ მივესალმები, ბავშვსაც ვესალმები. როგორც წესი სახელიც ვიცი ხოლმე იმ ბავშვის, იმიტომ რომ პროგრამაში წერია რომელი პაციენტი შემოდის, უკვე სახელი ვიცი წინასწარ. და სახელით მივმართავ ხოლმე და ეს რა თქმა უნდა ყველას უხარია რა. ხო, აღიარება, ხო. სახელი იცი უკვე შენ იმისი, ანუ რაღაცა თლათ ისეთი უცხო და საშიში ტიპი აღარ არის. მისთვის უმნიშვნელო არ ხარ. მისთვის ხო. სახელით მოგმართავს, ანუ იცის ვინ ახარ. ვცდილობ რომ გაუღიმო. თუ ჩვენ ხო არ ვიღიმით ხშირად. ექიმები ხო რაღაცნაირი სერიოზული ტიპაჟები ვართ ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა და რაღაცა სინამდვილეში ძალიან საკმაოდ ისეთი ხუმარა და იუმორით ავსე ხალხია ექიმებმა. ნუ ახლა ამ პროცესში მუშაობის დროს ხან დაძაბული ხარ, ხან რაღაც მილიონი საქმე გაქვს, ხა სულ არ ზოგადად ქართველებიც ხო ნაკლებად ვიღიმებთ ქუჩაში რომ დავდივართ ახლა ხო? ხო შეკრულები დაუდიო. ჩემი თავის დამიჭერია ძალიან ბევრი რაღაც ვფიქრობ, კარგ რაღაცაზე სულ არა ვარ, რაღაც იშვიათად ხა თანამედროვე ცხოვრებაში რომ რაღაცა იმაზე სასიამოვნო თემებზე ვფიქრობ. რა არის რაღაცა სახალისოზე ვფიქრობ და ის რაღაც ვიტრინაშია, სარკეში, მაღაზიაში სადაც დამინახია ჩემი სახე, რომ აი მაგ ისეთი სახე რომ გეგონება რომ რაღაცა ძალიან ისეთი დიდი დარდი და სევდა გაქვს, არა და ვფიქრობ რაღაცა მაიმუნობაზე იმ მომენტში რა. ასეთი არ ვიცი ეროვნული ხასიათია თუ რაღაცა არის. უცხოეთში რამდენჯერ დაგინახავს, აი რაღაც ევროპაში მიდიხარ და დაინახავ მოდის სევდით სავსე, ეგრევე მიხვდები რომ ქართველია რა. კი, ჩემთვის სხვათა შორის ევროპაში შენიშნა ხშირად მოუციათ რომ მეტი გაიღიმეო. ლევან თან ადამიანს რომელიც ხშირად იღი. ხო, ანუ, ხო, ხიარული ადამიანი ხარ პრინციპში. ხო და ვცდილობ რომ გაუღიმო ბავშვებს. და ეს მოწონთ. სათამაშოები გაქვს? სათამაშოები არ მაქვს. იმიტომ რომ სათამაშოები მაშინ უნდა დავასაჩუქრო და წაიღონ და ამდენი სათამაშო არ იქნება რომ ყველას ეყოს. ვიღაცას გული დაწყდება. მაგრამ კაბინეტი ისე მაქვს მოწყობილი რომ შემოდის პაციენტი ვცდილობ რომ სინათლის სხივი პირდაპირ თვალებში არ მოხვდეს, რომ აი ეს არ გააკეთოს, რომ კარგად დამინახოს. არ მაქვს რაღაცა ძალიან ბევრი ისეთი ექიმების კაბინეტში რაც არის ხოლმე ხო რაღაცა სერტიფიკატები, ხატები, ბევრს უწყვია ხოლმე ჯუქნია, რაღაცა შეიძლება ისეთია. ძალიან აკადემიურია ხოლმე იქაურობა. ჩემი კაბინეტი ეგეთი არის, მხიარული რაღაცა სპორტის სურათებიც მაქვს იქ და ბავშვების ფოტოების და რაღაცები. ფლოცაშიში არ მინდა რომ იყოს. რაც შენ თქვი, ეგ ჩემო ფსიქოლოგმა მეგობრებმა მასწავლის ხოთაშ მე არ მიმიქცევია ამისთვის ყურადღება, რომ ბავშვი შემოდის და პირველი კომუნიკაცია რომ შენ ხარ მაღალი, ზემოთ ხარ. ზემოდან ქვემოთ უყურებ. ვიღაცა პატარა კლიენტი მოდის რა 1 წლის და 2 თვის არის აყვარელი ტიპია და ზემოდან დახედავ და გინდა შეეხო თქვა მოეფერო ან რაღაც ანუ შეხედო კომუნიკაციის შენ ზემოდან უყურებ რა ვიღაცა გულივერი ხარ იმისთვის. ხო და ხო იმ ბავშვის ემოციით რო შეხედო ხო შეიძლება უფრო დამზაფრელი იყოს. ამიტომ ვისწავლე ჩაკუზვა. მაგას ჩაგისვა პოდკასტის ანონსში ვისწავლე ჩაკუზვა. მშობლები ცოტა გიჟივით მიყურებენ ხოლმე რომ ეს კაცი რატო იკუზებათ ესეათ რატო არ გველაპარაკებ, მაგრამ იმ კონტაქტივით თან უნდა დაამყარო, ეგ თვალი თვალთან ესე უნდა იყო რა. ზემოდან თუ უყურებ არ მოეწონები და
ან თუ დაიწყება კალთაში ჩაისვამენ ხოლმე, მე წინ ჩავიკუზები და ისევ ვცდილობ. ხო, face to face კონტაქტი ბავშვებში ძალიან მნიშვნელოვანია. იცი რატო ამ ბოლო დროს მე პირადად ბავშვობაზე ძალიან ბევრს ვფიქრობ ხოლმე, იმიტომ რომ ბავშვობის ძალიან ბევრი ტრავმა მომიტივდა. რაღაცა პერიოდი ეს ჩაკეტილი მქონდა და აი თუნდაც ის ოპერაცია გამახსენდა, თუნდაც ექიმთან კომუნიკაციის დროს, რამაც სტრესები მომიტანა და რამაც ჩემი ცხოვრების ქცევა შეცვალა ხო, რაღაცა ის ბავშვობაში გადატანილი ტრავმები მე მნიშვნელოვნად იჩენს ხოლმე თავს ზრდასრულ ასახში და რაღაცები რაც ცუდები თუ გავხდით, აი ბავშვობაში გადატანილი რაღაცების გამო ყველანი ყოფილი ბავშვები ვართ. ყველანი ყოფილი ბავშვები ვართ, მართალი ხარ. აი ზოგადად ბავშვები დავჭით. ხო, პაციენტი რომელიც არასდროს დაგავიწყდება. თუნდაც ეს იყოს კლინიკური შემთხვევა, თუნდაც ეს იყოს მისი ქცევით. ხო, ეგ ის არის იმის მიხედვით არის რითი დაგამახსოვრა. ხო, თავი. გვახსოვს ისეთი პაციენტები, რომლებმაც ბევრი გვაწვალეს. რთული პაციენტი, რომელიც რთულად მოვარჩინეთ. რა თქმა უნდა, ის ძალიან იშვიათია პედიატრიაში, მაგრამ ის პაციენტები, რომლებიც დაუკარგეთ, ისინი ყოველთვის გვახსოვს. ის არ ამოვა თავიდან არასდროს. იქ ყველა დეტალი, ყველა ნიუანსი, ყველაფერი გახსოვს საერთოდ. დეტალებიც კი გახსოვს ყველაფერი. მადლობა ღმერთს, რომ ასეთი ბევრი არ არის პედიატრიაში ზოგადად. და პაციენტები, რომლებიც არიან განსაკუთრებულები. ყველა ადამიანი თავისებურია, ხო? არიან ტიპები, რომლებიც რაღაც ხიარული ბავშვია, რომელიც დაგამახსოვრდება. ან იგინება. ხო? ან პირიქით კეთილგანწყობილია ძალიან და დაგიმეგობრდა. ეხლა ჩვენ გვყავს ისეთი პაციენტები, რომლებიც პედიატრიულ ქირურგიაში როგორც წესი არის ხოლმე ისეთი პაციენტი, რომელსაც გაუკეთებ ოპერაციას, მოვარჩენ და მიდის. და ზოგი არის ქრონიკული, რომელსაც შეიძლება ქრონიკულები უფრო ნაკლებად არის ხოლმე რა და აი ეგეთი პაციენტები როცა არიან ხოლმე, რომელთა მკურნალობას ხანგრძლივად გვიწევს ხოლმე თვეობით, წლობით რაღაც არის, ნუ თქო განმეორებითი ოპერაციები ჭირდებათ ხოლმე რაღაცა ხშირი და ასეთი. ისინი უკვე ხდებიან ძალიან ისეთები არიან ეს ბავშვები, აი საავადმყოფოში გაზრდილ ბავშვებს ვეძახით ხოლმე რა, ყველაფერი იციან საავადმყოფოში რა ხდება, რომელ ექთანს როგორი ხელი აქვს კათეტერის ჩაყენების დროს, ვინ რომელ ცვლაშია, ვინ ერთმანეთთან მეგობრობს და ვინ არ მეგობრა, ყველაფერი იციან საერთოდ. თან ბავშვობრივით არის და იწოვს და ძალიან ჭკვიანები არიან. ბავშვები არიან გაცილებით იმაზე ჭკვიანები, ვიდრე ჩვენ გონია. რამე ისწავლე ბავშვებისგან? ძალიან გონიერები არიან. რა ისწავლე ბავშვებისგან? არ ვიცი, რა ვისწავლე, არ ვიცი. მე ერთი რამე ვისწავლე, რომ ჩემ ბავშვობაში მინდა ხოლმე ხშირად დაბრუნება. აი შე რო თქვი, რომ ეხა ვაანალიზებ, რომ რაღაცა ბავშვობის ტრავმები მაქვს და ეხლა ახსნი იმითი, რომ მაშინ რაღაცები ხდებოდა, მეც მაგაზე ბევრჯერ დავფიქრებულ ვარ, რომ ყველანი იქიდან მოვდივართ. და რატომ არის ეხა ჩემს რაღაცა ხასიათში, ქცევაში, რაღაცა შიშებში ან რაღაცაში რა ხდება? რატომ? და ამას ვეძებ ხოლმე იქ წარსულში. და ვცდილობ ხოლმე, რომ ბავშვური დავრჩე უფრო დიდხანს რა, იმიტომ რომ მალე მთავრდება ეს ბავშვობა რა. ის უდარდელი და ხალისიანი და ლამაზი, ჩვენი ბავშვობა თლად ლამაზ გარემოში არ მიმდინარეობდა. ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, მაგრამ ყველა ბავშვობა ლამაზია რა, შენი კარგი ამბები გახსოვს, შენი მხიარულება, შენი მაიმუნობა და ასე შემდეგ და მინდა რომ იქ ხშირად დაუბრუნდე ხოლმე. მშობლებს ხშირად აძლევ ხოლმე ბავშვის მშობლებს შენიშვნებს და ძირითადად რაში გამოიხატება ხოლმე ეს შენიშვნების მიცემა, თუნდაც შენს მიერ მიცემულ დარიგებებს თუ არ ასრულებენ, ან რაღაცა ამ კურნალობაში საკუთარი ოჯახური ინტერპრეტაცია შემოიტანეს. აი ამ დროს როგორ ხდები ხოლმე, თქვა ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინება. ხო, ეგ რთული საკითხია რა, იმიტომ რომ ზოგადად არ არიან პაციენტის მშობლები ადვილად საურთიერთობო ხალხი. აი ჩვენი სამუშაოს აი ენერგიას რასაც ხარჯავ შენ შრომაში, ხო, მთელი დღის განმავლობაში, ხო, ერთ-ერთი ყველაზე ისეთი ენერგიის გამომცლელი აი ჩემთვის პირადად არის პაციენტის მშობლებთან და ოჯახის წევრებთან კომუნიკაცია. არის და ძალიან მნიშვნელოვანია. ყველაზე მნიშვნელოვანია კომუნიკაცია მაგამ ბავშვში რა, იმიტომ რომ ჩემი მიზანი რა არის? მე მინდა რომ ბავშვი გამოჯამრთელდეს. იყოს ბედნიერი, იყოს ჯამრთელი ისეთივე როგორც მის გარშემო ბავშვები არიან, რომ კონდეს შანსი ბედნიერი ცხოვრების. ამის ვითომ თითქოს ერთის შეხედვით მშობლებსაც იგივე ინტერესი უნდა კონდეთ, ხო? აბა რატომ იყავს ბავშვი? ხო, რატომ მშობლებსაც აი ეგ ასეთი ინტერესი. მაგრამ როცა ხედავ, რომ ის არასწორად იქცევა, რაღაცას არასწორად აკეთებს. არასწორად მე ხა ვიღაცას კი არ გამშიქას ბავშვის ჯანმრთელობისთვის არასწორს ვამბობ რა. რაღაცას ისე საჭმელს, რასაც არ უნდა აჭმევდეს. ექცევა ისე, როგორც არ უნდა ექცეოდეს.
ზედმეტად მკაცრად ექცევა და რაღაც ჩაგრავს თუ რა დავარქვათ ამას არ ვიცი. ამ პირიქით ძალიან გარდასახვას აკეთებ მაგ დროს. იცი რა, კომუნიკაცია უნდა დაამყარო რა. შენ უნდა გაიხადო შენი პაციენტის მშობლები, შენ მოკავშირედ, რომ ამ პატარას საუკეთესო ინტერესები იქნას მიღწეული რა. ეს ახლა მე შენიშვნას ვაზე შენიშვნა მე რა უფლება მაქვს ვიღაცა შენიშვნა მივცე, ხო მე შემიძლია ავუხსნა. ვცდილობ რომ მართლა აუხსნა, იმიტომ რომ ყოველგვარ დარიგებას, დაშინებას, შეგონებას, დამუნათებას თუ შეიმინგი რო ხო და მაგას ყოველთვის ჯობია რომ ცნობიერება ამაყლდეს რა, აუხსნა იმ ადამიანს. ამაზე უფრო მეტი დრო მიგდის, შეიძლება ხანდახან არც გინდა და ნერვებიც არ ყოფნის მაგისი რა. ეხლა რო უყურებ რომ ადამიანი ბავშვს ცუდად ექცევა საკუთარ შულს, ეხლა იმასთან დაждდომა და ლექციების კითხვა და აბა შეინჭირებენ, მოდი ესე ვქნათ და მოდი ისე ვქნათ, სულ არ აქვს მაგის ხალისი, ხო? სულსმანაირად გინდა იმას მოექცე და უთხრა პირდაპირ პირში, რასაც მასზე ფიქრობ, მაგრამ ეს რას შეცვლის? ჩემთან დისტანციას და კონფლიქტება წავა და გააგრძელებს არასწორი რაღაცის კეთებას, ხო? ამიტომ უნდა აუხსნა. ყოველთვის ჯობია რომ აუხსნა. ყოველთვის. ყველა საქმეში არ არის მარტო მედიცინაში, ზოგადად ყოველთვის ფიქრობ, აი რომ ამბობენ ხომ რომ უნდა აიგრძელოს, უნდა აიგრძელოს. კი რომ აიგრძელოს ხალხს უნდა აუხსნა. ხო, ცნობიერება უნდა ამაღლდეს ყველა მიმართულებით. თუ არ აუხსენი, ბოლომდე ვერაფერს ვერ ამბობენ ნარკოტიკები აიგრძელოს. როგორ უნდა აიგრძელოს ნარკოტიკები? აიგრძალა ხო ყველგან არის და ყველას ხელმისაწვდომია ხო პრინციპში. და ყვდებიან ადამიანები დამოკიდებულების მერე გართულებებით ან ოვერდოზის გადამეტებული დოზით აუხსენი რა. და აღარ გააკეთებს. ლევან, იცი რა მინდა გითხო? პატერნალისტურ მიდგომებზე მინდა შეგეკითხო პედიატრიაში, იმიტომ რომ შენ როგორც კლინიცისტი, ექიმი სხვადასხვა კულტურის ადამიანებს ხვდები, ხო? მათ შორის სხვადასხვა რელიგიის ადამიანებს, რომელსაც თავისი კულტურა შეიძლება რაღაცა ტიპის манипуляციას უგრძალავდეს. ასეთ შემთხვევაში მიხვდი რას გეკითხები, როგორ იქცევი? თუ მაგალითად ესაჭიროება, თქვათ, ბავშვ დონაცია და მისი პირველი რიგის მეურვე, სისხლის დონაციაზე საუბარი, უარს ამბობს ამაზე. ან რაღაცა ტიპის სამედიცინო ჩარევა ამ ბავშვისთვის აუცილებელია და თუნდაც ხო, შენივე კულტურის ადამიანი უარს ამბობდეს მისი მშობელი ამ манипуляციის ჩატარებაზე. აი ამ დროს როგორ იქცევი? მანდაც იგივე მიდგომა გვაქვს, რომ უნდა აუხსნა. ყველაზე კარგად ეგ მუშაობს, რომ აუხსნა და დაარწმუნო. ასე თუ არ გავაკეთებთ, ცუდი შედეგი დადგება. ესე თუ არ ვიზამთ, უარესი იქნება. უფრო ეთკინება, უფრო ცუდად იქნება, არის შემთხვევები, როცა პირდაპირ ვეუბნები, რომ თუ ოპერაციას არ გავაკეთებთ, მოკვდება ბავშვი. ძალიან რთულია ჩემთვის მაგ სიტყვების თქმა რა, სიკვდილი და ბავშვი ერთ წინადადებაში საერთოდ საშინელება არის, მაგრამ უნდა უთხრა, უნდა აუხსნა, რაღაცნაირად უნდა დაიყვანო იმის ცნობიერების დონემდე. IQ როგორი აქვს, რა ინტელექტის არის, რა წარმოშობის არის, რა რელიგიური მრწამსის არის. თვითონ შეიძლება ეს ადამიანი იყოს რაღაცა ფსიქოლოგიური პრობლემების, იყოს მსხვერპლი, იყოს, არ ვიცი, მილიონი მიზეზია, ხო? პრინციპში ხო ძალიან მარტივი რაღაცაა, რომ ყველანი მოხვედი ექიმთან და ექიმები გეუბნებიან, რომ რაღაცა გავაკეთოთ, რაც უკეთესია შენი შვილისთვის და შენ ეწინააღმდეგები. არ გაგაკეთებინებთ ოპერაციას, არ გადაგესმევინებთ სისხლს, ამ წამალს არ გადაგანიშნინებთ, რაღაცას ვერ თანხმდებით ერთმანეთში, ხო? ხშირია ესეთი მომენტები. ამიტომ ასეთ დროს ყოველთვის აი სანამ კონფლიქტიც არ მოიქმნება, ჯობია რომ მაშინვე რაღაცნაირად გადაიყვანო ეს იმ ფორმატში, რომ კიდევ ერთხელ ვამბობ ამას, რომ აი მოკავშირე გაიხადო რა, მე და შენ, პაციენტის მშობელი ვართ მოკავშირეები, რომ დაავადებას ერთად შევუტიოთ. თუ ეს არ გამოდის, მაშინ სხვა გზა არ აქვს და უკვე კანონის ზალით უნდა ვიმოქმედოთ. ყავს კლინიკაში ჩვენი იურისტი, ყავს ადმინისტრაციაში სპეციალური კადრები ამისთვის და უკვე სოცმუშაკი იგივე და ასე შემდეგ და ყოფილა ისეთ შემთხვევა რომ პოლიცია გამოგვიძახია, შემაკავებელი ორდერი გამოუწერიათ და მშობელი რომელიც გვიშლიდა ხელს ბავშვის დახმარებაში, შემაკავებელი ორდერი წაუყონია და ბავშვი შეგვიყვანია საოპერაციოში და გადაგვირჩენია. ამიტომ ესეთი ანომალიებიც ხდება. შენ დაკარგული ბავშვები ახსენე ჩვენთან საუბარში, ხო და ეს მოდი აქვე ვთქვათ ის რომ კლინიკა სადაც შენ მუშაობ ეს არის იაშვილის კლინიკა ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი მულტიპროფილური პედიატრიული კლინიკა მთელი ქვეყნის მასშტაბით და პაციენტების ყველაზე მძიმე კონტინგენტი იყრის სწორედ შენს კლინიკაში თავს. პრინციპი ესე. ხო, ანუ ამაზე მძიმე ბავშვები რომელიც იაშვილის კლინიკაში ხვდებიან მე იშვიათად მახსენდება რომელიმე კლინიკა რომ ასეთი სიმძიმის ასეთი მძიმე პათოლოგიებით მოვიდნენ ამ კლინიკაში. ამიტომაც ხო ეს დაკარგული ბავშვებიც
იარსებენ ბუნებრივია ისე როგორც მსოფლიოს ყველა პედიატრიულ კლინიკას ყავს ასეთი ბავშვები. ბავშვებთან მიმართებაში ასეთი კითხვა მინდა დაგისვა. შენს კლინიკურ პრაქტიკაში ყოფილა თუ არა ძალადობის მსხვერპლი ბავშვი, რომელსაც მაგალითად შინაგანი ორგანოები ჰქონდა ცემისგან დაზიანებული და მასზე ოპერაცია ჩაგიტარებია? სამწუხაროდ ხდება ეგეთი რაღაცები. და ესენი მშობლების ძალადობის მსხვერპლი თუ თანატოლების თუ ორივე? მშობლისაც ყოფილა შეგიძლია გაიხსენო უფრო ვრცლად მომიყვე, ანუ ამბავი, რომელიც შენთვის მართლა ძალიან შოკის მომგვრელია, ხო? Ოლი არა, იმდენი საშინელება ხდება მართლა, იმდენი, რომ წარმოუდგენელია უბრალოდ და აი ჩვეულებრივი ადამიანისთვის, ვინც ამ საქმეში არ არის ჩახედული, მისთვის არის წარმოუდგენელი რა. აი, ეხლა მე რაღაცას რო ვყვები, მოგიყვები ვთქვათ რაღაცა დაუჯერებელ სისასტიკეს ბავშვის მიმართ, ხო? კი, მომისმენ გჯერა ჩემი, ეხლა ვიცი რომ გჯერა, ეხლა ყველა ხوار მეკითხები, გჯერა და გინდა რომ ჩემი აზრი მოისმინო, მაგრამ სადღაც შენი ცნობიერება ამას არ დაუშვებს. შენ ნორმალური ფსიქოლოგიის ადამიანი ხარ, ნორმალური ფსიქიკა გაქვს და შენი ფსიქიკა ვერ დაუშვებს, რომ მამამ შეიძლება გააუპატიუროს თავისი 5 წლის შვილი. ყოლია ასეთი პაციენტი? კი. ამას ვერ დაუშვებს. ეხლა კი მეთანხმები და გჯერა, რასაც გიყვები, მაგრამ შენი ცნობიერება ამას არ იჯერებს. ყოლია პაციენტები, როცა არ ვიცი, გახსენებას არ მინდა, რა იმდენი რაღაცა ხდება და თან ამის განზოგადება არ არის სწორი, ახლა ზოგ შემთხვევაში ამ რაღაცა დანაშაულს თუ რაღაცას ჩადის ადამიანი, რომელიც თვითონაც შეიძლება დაავადებული იყოს, თქვათ, ფსიქიატრიული პრობლემა ქონდეს, ან თვითონ იყოს მსხვერპლი და მე როგორც მსხვერპლი ეს ხო ჯაჭვია ხოლმე როგორც წესი და მე ის ძალადობდეს და ასე შემდეგ. სამწუხაროდ არც ისე იშვიათია. ზოგადად რაც უფრო დაბალია საზოგადოების განვითარების დონე და განათლების დონე, ასეთი ფაქტები, ძალადობის ფაქტები უფრო მეტია. ჩვენ რეალობაში ცხადია, რომ ეს ყველაფერი იმალება, საზოგადოებაში იმალება, უგულისხმობ და არა ცხადია კლინიკაში ვერ დაიმალება. რომ ვითომ ჩვენთან ეს არ ხდება. ხო? ხო გაგიგია, რომ აი ქართველი კაცი ამას არ იზამს, ქართველი დედა ამას არ იზამს, ძალიან კარგად ჩვებიან სამწუხაროდ. შიმშილისგან დაუძლურებული ბავშვი გინახავს საქართველოში? დიახ. არაერთხელ. ძალიან მძიმე თემებში ჩავედით ახლა ჩვენ. მოგეუბნები რა სოციალური ფონი რაც არის, ეს ხალხი ჩემს სამონტყოფოში საიდან მოხდება საქართველოში მაცხოვრებელი ხალხი მოდის, ხო, იმიდან ხო არ ჩამოდის, ბოსტონიდან ან ადელაიდიდან. ეს არის ჩვენი საზოგადოება და ყველაფერი აისახება იქ. ამიტომ სამწუხაროდ ესეთი დაუჯერებელი ამბებიც ხდება ხოლმე რა. ეხლა მე რო ახალი მისული ვიყავი პედიატრიულ სამონტყოფოში, ძალიან ახალგაზრდა ვიყავი რა, ახალი დამთავრებული რეზიდენტურას ვიწყებდი. რაღაცებს რომ მეუბნებოდნენ ჩემი მენტორები და უფროსი კოლეგები და პროფესორები, რომ აი ესე ხდება, ესე ხდება. არ ვიჯერებდი რა. კი, ეხლა მჯერა, ეხლა ჩემი პროფესორი რომ მეუბნება ხო არ მომატყუებს, მაგრამ აი სადღაცა არ მჯეროდა რა, როგორ შეიძლება რომ ესეთი რაღაცა მოხდეს. არ მჯეროდა და მე მე თვითონ შენახე იმდენჯერ შევესწარი და იმდენჯერ ვნახე, ხდება, სამწუხაროდ ხდება ასე. ანუ, როდესაც შიმშილი და ბავშვი ვახსენე, დაახლოებით აი მე ინტერნეტის ფოტოები მაქვს, რაც სომალიში ხდებოდა ხოლმე, აი ესეთ ბავშვს, თქვა დიდი მუცლით ნეკნები გამოხატული, გინახავს კლინიკურ პრაქტიკაში საქართველოში, აი ეს შეკვეტრად გამოხატული რაქიტული სურათი, ნუტრიციოლოგიური ნაკლოვანება და ასე შემდეგ. კი. სამწუხაროდ კი. და ამ ბოლო პერიოდშიც? კი, იყო ესეთი შემთხვევა. აი ახლა ხანს იყო. შიმშილი, ესეთი დიაგნოზი არსებობს. შიმშილები დიდი ხნის განმავლობაში. ანუ ნაშიმშილარი ბავშვები არიან. არსებობენ, კი. ხო, ძალიან მძიმე თემა არის, მეც რაღაცნაირად დავისაფრე. კარგი, მოდი იცი რაზე, ცოტა რომ რაღაცნაირად დრამატურგიულად გადავიდეთ კარგზე.
ხო, ისევ ექიმისთან დამოკიდებულებას და შიშებს რომ შევხედოთ, ხო? ეხლა ჩვენ ამ პოდკასტისთვის რომ ემზადებოდი, აი რაღაცნაირად ხელოვნური ინტელექტის დავიხმარე და მინდოდა მომეძებნა ისეთი პერსონაჟი ბავშვებისთვის, რომელიც იქნებოდა ექიმი და ის ძალიან პოზიტიურ ჭრილში იქნებოდა და ძალიან ცნობადი იქნებოდა წარმოჩენილი. აი საბჭოთა პერიოდში ესეთი ვერ გავიხსენე, ხო, სუპერგმირი რო ყოფილიყო ექიმი. ძალიან ცოტაა ესეთი გმირია რა, ანუ როდესაც ილუსტრაციებზე საუბრობდით ხომ, ანუ კარგი იქნება თუ ესეთი გმირი ოდესღაც სოფლიოში შეიქმნება. იმიტომ რომ ჩვენ გვახსოვს იყო აიპოლიტი, რომელიც ექიმი არ იყო პირდაპირ გაგებით, ვეტერინარი იყო, ხო? ცხოველებს კურნაობდა. აი შენ გახსენდება ეგეთი გმირი, ექიმი, რომელიც ყველა ბავშვს უყვარს. არა, არ ვიცი, არსებობს ეგეთი პერსონაჟი, რაღაცა სუპერგმირი და ექიმი. ხო, დოქტორ ქეთი არსებობს რაღაცა ნუ ანიმაციებში ძირითადად. ბავშვობიდან ეხლა აიბოლიტი მახსენდება რა თქმა უნდა. აიბოლიტი, მეც აიბოლიტი მახსენდება, ხო და ეს არ იყო ექიმი. ექიმიც არის. კარგი, იცი რა არის კიდევ რა მინდა კითხო? ისინი არიან მე მგონი, აი სერიალის გმირი ექიმები არიან ეგეთი ტიპები მე მგონი რა, აი გრეის ანატომია, ემერჯენსი იყო კიდე. ხო, მაგრამ გრეის ანატომიას, ემერჯენსის და ექიმ ჰაუსს ძირითადად დიდები უყურებთ და დიდებში გვიჩნდება. საბავშვო გმირი ექიმი მე სიმართლე გითხრა არ მახსენდება. არა, ხო, არ ვიცი. შეიძლება არსებობს და არ ვიცით. ახლა რო გითხრათ კომიქსების დიდი მოყვარული ვარ სკოტა იმისი არა, მაგრამ ესე არ მახსენდება რა, ეხლა რაღაცა ბეტმენი და სუპერმენი და რაღაცა ეგეთი ტიპები რო არიან, იქ ექიმი არ არის არა. ხო, იქნებ კარგი. ექიმები ისედაც სუპერგმირები არიან, არ ჭირდება. მართალია. ლევან, ამასაც ამომიჭრის ეს მე ვიცი. იცი რა მინდა, კითხო, ვიცი რომ ამით მობეზრებული გაქვს უკვე ყველა ინტერვიუში, ყველა ამას გეკითხება, მაგრამ ნუ ხა მეც შეგეკითხები. შენ როდესაც გამოჩდი ფართოდ საზოგადოებრივ ასპარეზზე, ყველა ამბობდა იმას, რომ უცხო სხეულების უბადლო ამომღები იყავი სასუნთქი გზებიდან. დღესაც მოდიან ეს ბავშვები შენთან ასეთი, რომელიც მაგალითად ლეგოს სათამაშოს გადაყლაპავს, რომელიც თხილს გადაყლაპავს და აი რა რჩევას მისცემ ახლა ვინც გვისმენს, ვისაც პატარა ბავშვი ყავს სახლში და რომელიც ყველაფერს პირში იდებს. ხო, მან რჩევები არის ესეთი. სპეციალური რეკომენდაციები არსებობს და იქ შეგვიძლია ჩამოვთვალოთ, მაგრამ უცხო სხეულების უბადლო ამოღებას რაც შეეხება, აი მაგ საქმის უბადლო ოსტატი იყო ჩემი პროფესორი პაატა გვეტაძე, რომელიც აი მართლა ძალიან აი ბატონი პაატას გაკეთებული იყო ეს მუზეუმი, პაატა გვეტაძე იყო ჩემი პროფესორი, რომელიც აი ძალიან მაგრა აკეთებდა მართლა რა. თან მაშინ ახლა აპარატურით ესეთი ხარდაჭერა ეგეთი არ იყო რა, ეხა ისეთი რეზოლუციის კამერა გაქვს და ყველაფერს ხედავ რა, ეხლა უკვე რო უყურებენ ხომ ვიღაცები უირა ადვილია მეუნებიან. აი იმ აპარატით GDR-ის აპარატი რო იყო, რომელშიც ბჟუტავდა ნატურა და ბრონქში თითქმის არაფერი არ ჩანდა, იქ ერთი მოძრაობით რო ამოაძრობდა ხოლმე, მართლა ის იყო შნამბეჭდავი რა. ეს პაციენტები ცხადია მოდიან ახლა ეგ ისეთ ნორმალური ამბავია უცხო სხეულების ასუნთქგზებში და საჭმლის მომნელებელ ტრაქტში, ძალიან ისეთ ნორმალური ამბავია. უცხო სხეული რა მოგიღია? უცხო სხეული. ყველაზე მეტად უცნაური იყო, რაც მე დამამახსოვრდა, როდესაც ცოცხალი ორგანიზმი ამოვიყვანე ტრაქეიდან, აი მაგან მაგრა დამშოკა. რა იყო ეს ცოცხალი? რაღაც წურბელა იყო რა, მწყემსი იყო ეს ბიჭი, რაღაცა დაში ცხოვრობდა და გუბიდან წყალი დალია და ეთყობა ვერ დაინახა, შეყვა და ცოცხალი წურბელა იყო ტრაქეაში, რომელიც სისხლწოვს იბერება და სუნთქვის უკმარისობას იწვევდა და ნუ რაღაცა თან ქართული არ იცოდნენ, კარგად ვერ გაგვაგებინეს რა ხდებოდა, უბრალოდ ნახეთ რომ ბავშვი იხშობა და რა ხდება, ალბათ უცხო სხეულია და ბრონქოსკოპით ჩავედი და დამხვდა უშველებელი გაბერილი წურბელა. ისა რადიოლოგიურ კვლევაზე შეიძლება რაღაცა სიმსივნეც გონებოდა. ხო, ის არ, ნუ ის წურბელა არ გამოჩნდა რენტგენზე რეალურად, მაგრამ მიდი და გაარკვიე ხა რა. ხო, ყველაფერს იფიქრებ ხა იმის გარდა, რომ წურბელა შეიძლება ტრაქეაში იყოს, ხო? მაგრამ ისეთი რაღაცა არაორგანული რაღაცები, ჭიკარტი, ლურსმანი, სათამაშოს ნაწილი, ნუ საკვები სერტილობა დიდი აქვს ისე უცხო სხეულის ასპირაციას. იცი რა, იმ ჰოსპიტალის ეტაპზე უკვე თუ სამოწყობამდე მოაღწია პაციენტმა, იქ არა. და სახლში? სახლში სამწუხაროდ დიდი არის კი, იმიტომ რომ თუ უცხო სხეული არის ისეთი ზომის, რომელმაც შეიძლება სრულად დაახშოს ჰაერგამტარი გზები, მაშინ იქ ძალიან რთულია და თან ყველა მარიცის, უმეტესობა მარიცის პირველი დახმარება რა შეიძლება გააკეთო, იმიტომ რომ იმდენად დრამატული პროცესია, რომ ბავშვი რაღაცას თამაშობს ან ჭამს რაღაცა და უცებ იხჭობა, გალურჯდა და ხვდება რა, იხჭობა ბავშვი და ამ დროს როგორც წესი პანიკა ირთვება ხოლმე რა ირგვლივ ადამიანებში და როგორც წესი არასწორ ნაბიჯებს ჩადიან ხოლმე.
ფეხით კიდებენ და ესე რაღაც უსაზღურო ამან ფანტაზია, ხან ფეხებით დაკიდებენ, ხან ურტყავენ, ხან თითებს ჩაუყოფენ და ამოღებას ცდილობენ ხოლმე და ძალიან ბევრი ესეთი ტიპიური შეცდომა არის, რომელიც პირიქით უფრო აუარესებს და სახიფათოს ხდის ამ მდგომარეობას, რომელიც ისედაც სიცოცხლისთვის საშიშია რა, თუ დიდია კიდევ ერთხელ ვამბობ ეს უცხო სხეული და სასუნთქზებს ახშობს. არ გიდა რომ ვიდეო ჩაწერო და გამოაქვეყნო, თქვათ თუნდაც ეს პირველადი დახმარების მოდული უცხო სხეულის ასპირაციისას ძალიან ბევრ მშობელს დაეხმარებოდა. შეიძლება მე მთავაზობ მაგას შენ საქმით ხარ დაკავებული შენ ხარ ამ საქმის პროფესიონალი და შენც ხარ იგივე საქმით დაკავებული, რასაც მე ვაკეთებ, იმიტომ რომ ძალიან მაგარი ტელეწამყვანი ხარ ასევე. დიდი მადლობა შეფასებისთვის, მაგრამ მაგაზე სხვადასხვა ხშირად მიფიქრია, რომ რაღაცა ესეთი სასწავლო ვიდეოების რო იყოს. მშობელთა სკოლა თუნდაც ხელმისაწვდომი რო იყოს, არ იქნებოდა ცუდი, იმიტომ რომ ეხლა ხო ყველას smartphone-ი აქვს რა ხელში რა, ხა და რაღაცა სიმპტომებს გაიგებენ, იმ წუთში ყველა Google-ავს. ეს დოქტორ Google-ი არ არის კარგი ექიმი რა, იმიტომ რომ Google-ში ხო არ არის სეპარირებული ინფორმაცია ექიმებისთვის, არა ექიმებისთვის, ყველაფერი ერთად მოდის და რაღაცა შეიძლება სრულიად უწყინარი რაღაცა დიაგნოზი დასერჩო და ამოგიგდოს იქ რაღაცა უიშვიათესი საშიში სურათები რაღაცები და ნუ მე რეიწყება აი ფობია და ექიმის შიში მე რეიწყება რომ გონიათ რომ სიმსივნეა, გონია რომ სიცხე უნდა მოკვდეს რაღაცა და არა და ბავშვს შეიძლება რაღაც მოწუკი აქვს რა. აი ეს რო არ არის სეპარირებული ეს ინფორმაცია და დაგუგლით და მოძებნით რომ არ არის ეგეთი პლატფორმა სადაც შეეხვალ და სანდო ინფორმაციას ნახავ, მაგაზე ხშირად მიფიქრია რა. არ იქნება ცუდი ალბათ რომ გავაკეთო. რაღაცა პირველადი დახმარება ეს ცნობილი შეცდომები თქვა რომელიც არ უნდა დაუშვან. კი, მაგალითად აი ყველაზე ხშირად ჩემი აზრით მშობლების უსვემეს ის შეცდომას, როდესაც მაღალი ტემპერატურის დროს, როდესაც სპაზმი აქვს ბავშვებს, ხელები, ფეხები ციოხს და კიდეც ძმრის ნასკებს რო იმაშვებიან ხოლმე აცმევენ და ამ სპაზმს კიდე რო უფრო აღმავებენ და არყით დაზელვა და რაღაცა. ხო, ნუ ეგ პრინციპში ხა ის არის, ეგ არის ტემპერატურის დაწევის ფიზიკური მეთოდი, რომელსაც ნუ თავისი წესები აქვს. ხა რო ჩვეულებრივ ხა ძმარი იქნება თუ ის იქნება არა აქვს დიდი მნიშვნელობა, ჩვეულებრივ ცივი ტილო და ასველე და დაუწევს ტემპერატურა რა. ნუ მან შეცდომებს უშვებენ ხოლმე და კარგი ხდება თუ მე ვისურვებდი რომ ასეთი რაღაცა მშობელთა სკოლა გაკეთებულიყო თან თქვენი კლინიკის ბაზაზე ეს სრულებით შესაძლებელია, იმიტომ რომ ეს არის მულტიპროფილური ჰოსპიტალი, სადაც ფაქტობრივად ყველა პროფილის ექიმი არის ამ ჰოსპიტალში, ყველა პროფილის ექიმია და იცით ხა როგორ შეიძლება საავადმყოფო გიყვარდეს ხო, მაგრამ აი ჩემს პერცეფციებში, ჩემს მეხსიერებაში არსებობს რამდენიმე საავადმყოფო კლინიკა, რომელიც მე პირადად ძალიან მიყვარს. და ერთ-ერთი არის იაშვილის კლინიკა და ადრე ერთ-ერთ პოდკასტში ვთქვი, რომ იცი რა მახსოვს, აი ისევ ჩემ ძველ სტუდენტობის პერიოდს რო დაუბრუნდე, ამ კლინიკაში როდესაც პრაქტიკებს გავდიოდი, იქ იყვნენ ეხლაც არიან ის ექიმები, რომლებსაც აი ჟანგბადის ბალონები, აი ლუბლიანას ქუჩაზე ტრამვაი დადიოდა და აი ამ ტრამვაით დახქონდათ ხოლმე საკუთარი ხელით, რომ კლინიკამდე მიეტანათ. ამ ექიმებს ძალიან დიდი დაფასება სჭირდებათ, იმიტომ რომ მათ იმ პერიოდში მართლაც რომ არც არაფერი არ იყო, ძალიან ბევრი ბავშვის სიცოცხლე იხსნეს. ნამდვილად. და პირადი თავგანწირვის უამრავი მაგალითი გვაქვს ამისთვის და ჩვენ ვართ მათ გვერდით უпростоრად ჯერ კიდევ მუშაობს ეს ხალხი, რომლებიც აი და მე პოდკასტი აუცილებლად მათსეს გავაკეთო. მუშაობდნენ საავადმყოფოში, სადაც არ იყო წამალი, სადაც არ იყო ელექტროენერგია, გათბობა, ელემენტარული საშუალება იმისი, რომ პაციენტებს დახმარებოდნენ, სანთლის შუქზე გაკეთებული ოპერაციები და რა ვიცი და კიდე თავდასხმები ავტომატიანი ხალხის, რომელსაც ზოგს ნარკოტიკი მქონდა, იქიდან ზოგს ფული, რომელიც არის პერიოდი და ასე შემდეგ და მე ძალიან ბევრჯერ მსმენი ხა უამრავი მაგალითი და ისტორია მომისმენი ხა ჩემი უფროსი კოლეგებისგან ელემენტარულად სახლიდან საჭმელი რომ მოქონდათ პაციენტისთვის, რომელსაც აუცილებლად ჭირდებოდა რაღაცა ვთქვათ, რაღაც ტიპის საკვები და ვერ მოქონდა მის შობელს და თავის შვილების საჭმელი მოქონდათ ამ პაციენტებისთვის და ნუ ეგ ძალიან ნორმალური ამბავია რა. ეხლა რომ გითხრა რომ ამას მოყვების სამედიცინო საზოგადოებაში და ვიღაცა გაიკვირებს რომ უირა და კაი კაცი ყოფილხარ რომ ეგრე არა, ბავშვშია მოუტანს მესმის, მაგრამ ამ ადამიანებსაც რაღაცნაირად ხო ჭირდებათ დაფასება, ხო, იმიტომ რომ ჩვენ ხშირად გვესმის ხოლმე რომ შეიძლება საფუძველიც ქონდეს უკმაყოფილო პაციენტების ხმაც ისმის ხომ და სავსებით სამართლიანი შეიძლება იყოს იმ პაციენტის ხმა, იმიტომ რომ ბაზარი აქაც და მთელ მსოფლიოშიც ექიმებს შეცდომები მოსდით, ხო? თავარია შეცდომების აღიარება რაღაცნაირად მოხდეს. შეცდომა არ მოსვლია მხოლოდ იმ ექიმს, რომელსაც ექიმად არ უმუშავია, ხო? მე მაგალითად უშეცდომო ექიმი ვარ.
არა, შეცდომა, უბრალოდ არის ჯერ ერთი ხშირ შემთხვევაში საერთოდ ისე დაუმსახურებლად ესვრიან ხოლმე ტალახს და ისე ლანძღავენ და ისე სასიკვდილოთაც იმეტებენ ხოლმე და არც მინდა მაგის გახსენება, რამდენი მაგალითია ამისი ჩვენ ქვეყანაში, რომ საერთოდ დამნაშავე და შეცდომა კი არა, საერთოდ არანაირი ბრალეულობა რო არ მიუწვის ადამიანს, აბსოლუტურად მართალია ყოველთვის, უბრალოდ ის შედეგი, რომელიც დადგა, ამას პაციენტს არ მოწონს, არ ღებულობს და ნუ ხო, მესმის რომ განცდა აქვს და მესმის რომ რაღაცა არასწორი რეაქცია შეიძლება ქონდეს, მაგრამ ის რომ ექიმზე იძალადო და ის რომ ექიმს აგინო და ლანძღო რომელიც არაფერ შუაში არ არის, ეგ ნამდვილად არ მესმის რა და ძალიან ეს არის ამ მხრივ ძალიან დაუფასებელი პროფესიაა რა, ძალიან. თუმცა მადლიანიც. იცი აი უფრო ხშირად ეს უფრო არის ფონად, რომ აი დაუმსახურებელი საყვედურები, დაუმსახურებელი წევლაკრულოა და ასე შემდეგ რა. იმას რო კარგი გააკეთე, ის უნდა გააკეთო ექიმი ხარ, არა. ხო, ეგ აი აქ ხო მეორე მხარე ძალიან ეს არის ხომ. ლევან, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ დღევანდელი საუბრისთვის, აი იმ გულწრფელობისთვის, რა გულწრფელობას აი ამ საუბრისას გამოიჩინე და აი ჩემი შეფასებით შენ ხარ ერთ-ერთი ძალიან ესეთი მაღალი ემოციური ინტელექტის მქონე ექიმი საქართველოში და რაც თავარია გიყვარს ძალიან ბავშვები. მე ვფიქრობ რომ ეს ამ საუბრიდანაც ძალიან აშკარად შეიმჩნევა და მინდა ძალიან ბევრი წარმატება გისურვო და ამ ქვეყნის ძალიან კარგი მოქალაქე ხარ კარგ ექიმთან ერთად. ბედნიერება და წარმატებები. თქვენს წარმატებას გისურვებ თქვენ პოდკასტს და ვფიქრობ რომ საინფორმაციო ველში ძალიან მნიშვნელოვანია რომ მედიცინაზე და ჯანმრთელობაზე თან აი ესე არაფორმალურადაც ბევრი ვილაპარაკოთ რა, იმიტომ რომ არის უამრავი არასწორი ცოდნა, რწმენები, რაღაცები, რაც ხელს უშლის იმისთვის რომ კარგი ჯანმრთელობა გქონდეთ რა, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია და წარმატებას გისურვებ და დარწმუნებული ვარ რომ ძალიან პოპულარული იქნება თქვენი პოდკასტი. დიდი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. გამოგვიწერეთ, მოგვიწონეთ. ეს არის პოდკასტი ექიმი მიკროფონთან და თითოეული ლაიქი, თითოეული გამომწერი ჩვენთვის არის ძალიან დიდი мотиваცია. მომდევნო პარასკევამდე გემშვიდობებით. მადლობა.